ტვინი არის ყველაზე დაჩაგრული ორგანო. კონკრეტულად მას არ ეკითხებიან, როგორ ახერხებს ამდენ რამეს, ხო? ჩვენ როცა კუჭი გვაწუხებს და ვერ ვინელებთ რომელიმე საკვებს, რა ვიცი, რამდენი ხანი ვერ მოვინელებთ, ალბათ ერთი კვირა გაუძლებთ და წავალთ ექიმთან, გამოვიგლოთ, რა ფერმენტი გვაკლია, რატომ ვერ ვინელებთ და მალე ვეხმარებით. წარმოიდგინეთ, ასევე ვერ ინელებს რომელიღაც ჩვენ ცხოვრებაში მომხდარ პროცესს, ემოციას, ჩვენი ტვინი ვერ გადაამუშავა, იმიტომ რომ კონკრეტული ნეირონული ქსელები აი ერთსა და იმავე სიხშირეზე მუშაობს. იმისათვის რომ გააანალიზო, იმისათვის რომ მოინელო პროცესი, ემოციური პროცესი, უნდა ჩაერთოს სხვადასხვა ნეირონული ქსელების ბალანსირებული, ორკესტრირებული მუშაობა პროცესში. იმიტომ რომ ყველას გვტკივა, ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ თუ კი ვერ გადაერთო თქვენი ლიმბური სისტემა, ანუ თქვენი ემოციებზე პასუხისმგებელი სისტემა, ნეირონული ქსელებისა ფრონტალური არის აქტივობაზე, ანუ თუ სელი ნეტვორკმა აქტივობით არ აჯობა ლიმბური სისტემის სიხშირეს, მაშინ თქვენი აქტივობა ისევ ემოციურია და არა პრაქტიკული.